მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გადავიღოთ მორიგი სანადირო თოფი. ეს არის ჰუგლუ 201A მოდელი. ლულების ჰორიზონტალური განლაგებით. კონკრეტულად ამ იარაღის ლულების სიგრძე არის 76 სანტიმეტრი, კალიბრი 12-76, იგივე მაგნუმ კალიბრია. იარაღი არის ძალიან ლამაზი და დახვეწილი ვიზუალურად. მას ამშვენებს ესეთი ლამაზი მანქანური გრავირება, თუმცა იარაღი არ არის საიდლოკის სისტემა, ეს არის ბოქსლოკის სისტემა, უბრალოდ ეს დაფის ფირფიტები სილამაზისთვის აქვს დამატებული. იარაღს აქვს V-სებრი ზამბარები და მას აქვს ორი სასხლეტი ერთი სასხლეტის ნაცვლად. იარაღს კომპლექტაციაში მოყვება 5 საცვლელი ჩოკი და პლასტმასის кейსი. ჩოკების სტანდარტი არის 51 მმ-იანი ბერეტა ბენელი მობაილ ტიპის. იარაღს აქვს ესეთი სამიზნე თამასა, ლატუნის შუქშემკრები. ახლა ვნახოთ იარაღი მეორე მხრიდან. მოკლედ მეგობრებო, ეს არის ამ იარაღის ჩამკეტი სისტემა და ჩამკეტი მექანიზმები. ეს მოდელი აღჭურვილია სამაგი ჩამკეტის სისტემით, რომელიც კლასიკურ მაღალი კლასის ჰორიზონტალურ თოფებში გამოიყენება. აი კონკრეტულად რისგან შედგება ეს ჩამკეტი, ესე იგი, ქვედა ორმაგი ჩაკეტვა, პერდე სტილის ჩამკეტები რა. ლულის ქვეშ მოთავსებულ ორ მასიურ კაუჭზე, რომლებიც კალაპოტის ძირში შედიან, ქვემოდან ედება ჩამკეტ პლანკა, პერდეს ჩარჩოს, რასაც ეძახიან და ეს ითვლება ორ ჩამკეტ წერტილად. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ზედა ჩაკეტვას, რომელსაც ეძახიან გრინერის ტიპის განივ ჭანჭიქს, ესე იგი, ლულების ზედა ნაწილში სავაზნეებს შორის გამოშვერილია სპეციალური ეშვი ხვრელით, რომელიც კარგად ჩანს, აი ამაზე არის საუბარი. ესე იგი, თოფის დაკეტვისას კალაპოტის ზედა ნაწილიდან განივად გადის ფოლადის ჭანჭიკი, რასაც ვეძახით ეგრეთ წოდებული გრინერის ჭანჭიქს, რომელიც ამ ხვრელში ჩნდება და ეს არის მესამე უაღრესად მყარი ჩამკეტი წერტილი. ხშირად ტექნიკურ ლიტერატურაში ან მარკეტინგში მსგავსი ტიპის სისტემა, სადაც კაუჭები და ზედა დეტალი ასეთი ფორმის არის, ზოგიერთი მას 4 ჩამკეტ სისტემასაც უწოდებს, თუმცა წმინდა მექანიკური და კლასიკური გაგებით ეს არის ჩაკეტვის კლასიკური სამაგი ჩამკეტი გრინერის განივი ჭანჭიკით. ეს სისტემა მაქსიმალურად იცავს თოფს, როცა განმავლობაში ლულების მორყევისგან. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩამკეტის სისტემა არის ამ თოფის სიამაყე და ის არის ნამდვილად საიმედო. აი ესე გამოიყურება მოკლედ ამ იარაღის ჩარჩო და თავისი ჩამკეტი კბილანებით და მექანიზმით. აი ეს ამას ეძახიან გრინერის განივ ჭანჭიქს, აი ზემოთ, ხოლო აი ქვევით თუ დააკვირდებით როგორ მოძრაობს, აი ეს არის პერდეს სტილის ჩამკეტი. მოკლედ გამოსულობი ვართ სასროლად, უნდა შევადაროთ ერთმანეთს ჰუგლუ 201A და იშ 58. ესე იგი, პირველად ვისვრით ჰუგლუ 201A მოდელით. მას აქვს 76 სანტიმეტრიანი ლულა, ჩოკები გვაქვს სრული ჩოკი და სამწვრილიანი იგივე ნახევარ ჩოკი. ვისვრით მხოლოდ ამ ორი ჩოკით, რადგან გვაქვს ასევე ΙԺ-58, რომელსაც აქვს ფიქსირებული ჩოკი და მასაც აქვს სრული ჩოკი და ნახევარ ჩოკი. ესე იგი, ვისვრით პირველი 7 ნომერი, უკონტეინერო 22 გრამი. სამიზნის ზომები არის 6 ცალი თაბაკის ფურცელი გადამული, ხოლო მანძილი 35 მეტრი. ეს პირველი ნასროლი ჰუგლუთი, 7 ნომერი უკონტეინერო ვაზნა სრული ჩოკით. მეორე სროლა 7 ნომერი 32 გრამი უკონტეინერო
ნახევარ ჩოკით. ესეც მეორე ნასროლი ხუგლუ 201A ნახევარ ჩოკით 7 ნომერი 32 გრამი უკონტეინერო ვაზნა. I-58 სრული ჩოკით 7 ნომერი 32 გრამი უკონტეინერო ვაზნა. ესეც I-58 ნასროლი სრული ჩოკით 32 გრამი 7 ნომერი უკონტეინერო. ლულის სიგრძე 72 ნახევარი სანტიმეტრი. ესე იგი მომდევნო სროლა I-58 ნახევარ ჩოკი 7 ნომერი 32 გრამი უკონტეინერო ვაზნა. ესეც I-58 ნასროლი ნახევარ ჩოკით 7 ნომერი უკონტეინერო ვაზნა. მომდევნო სროლა I-58 4.0 32 გრამი კონტეინერიანი გლავპატრონის ვაზნა. ჩოკი სრული. ესეც I-58 ნასროლი სრული ჩოკით 4.0 32 გრამი კონტეინერიანი ვაზნა. ესე იგი 4.0 32 გრამი საფანდი კონტეინერიანი გლავპატრონის ვაზნა. ხუგლუ 201A სრული ჩოკით. ესე იგი 4.0 ხუგლუ 201A სრული ჩოკით 32 გრამი კონტეინერიანი ვაზნა. აი ესეთი შედეგი მივიღეთ. დასკვნები თავად გააკეთეთ, რომელი თოფი ისურს უკეთესად ამ კონკრეტულ ვაზნებს და ასე შემდეგ.